საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-ივნისში თითქმის $12 მილიარდ მიაღწია, რაც წლიურად 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქსტატის მონაცემებით გაზრდილია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. მთლიანი ბრუნვიდან $3 მილიარდ $230 მილიონი ექსპორტია, იმპორტი კი $9 მილიარდს აღწევს. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საანგარიშო პერიოდში თითქმის $5 მილიარდ მიაღწია და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46%-ია. მონეტარული ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 16%-ს აღემატება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში საერთაშორისო რეზერვები 2%-ზე მეტად გაიზარდა და $4 მილიარდ $700 მილიონ აღწევს. რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე სავარაუდოდ სებისმიერ უცხოური ვალუტის ყიდვას BIMETS-ის პლატფორმის გამოყენებით. სამოქალაქო ავიაციის სექტორისთვის წლის პირველი ნახევარი რეკორდულად მზარდი მაჩვენებლებით დასრულდა. იანვარ-ივნისში საქართველოს აეროპორტების 3.650.000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. გაზრდილია განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობაც და 6 თვეში თითქმის 13,000 რეისს აღწევს. საჰაერო სატვირთო გადაზიდვები იზრდება. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით იანვარ-ივნისში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 16,550 ტონას მიაღწია, რაც 50%-ით მეტია ვიდრე 2024 წლის იანვარ-ივნისში. 7%-ით არის გაზრდილი საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელიც. იანვარ-ივნისში 140,000-მდე გადაფრენა დაფიქსირდა. ქართულმა სტარტაპმა ვეტერინარული კლინიკების გაციფრულება დაიწყო. თათიმ სპეციალური პროგრამა შექმნა, რომელიც კლინიკების მართვის პროცესს ამარტივებს და სრულიად ციფრულ რეჟიმზე გადაჰყავს. აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია შინაური ცხოველების ანკეტების წარმოება და სხვადასხვა სერვისის ერთ სისტემაში მართვა, რაც ვეტ კლინიკებს ორგანიზებულ და ეფექტურ მუშაობაში ეხმარება.